მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კვლავ TV პლუსის ეთერში ვართ. ჩვენი გადაცემა დღეს ძალიან ისეთი საინტერესო საკითხებს შევახერხებთ და საინტერესო თემები გვექნება ჩვენ გადაცემაში დღეს. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ახლოვდება 9 მაისი. 9 მაისი ეს არის ფაშიზმზე გამარჯვების დღე. სწორედ 9 მაისმა გადაწყვიტა მსოფლიოში ბედი იმ ადამიანების, რომელმა ადამიანებაც პირდაპირ ღიად დააფიქსირეს თავისი პოზიცია და იბრძოლეს იმისათვის, რომ მათი ბრძოლის შედეგად არ გაბატონებულიყო ქვეყანაში ფაშიზმი. საქართველოსთან 700,000 მოქალაქე არის საქართველოს მოქალაქე გაწვეული სწორედ აი ამ დიდ სამამულო ომში. აქედან 300,000 ადამიანი დაიღუპა. მე კარგად მახსოვს, როდესაც ახლოვდებოდა 9 მაისი, დიდი სამზადისები იყო 9 მაისთან დაკავშირებით და მოკლედ ეს იყო მართლაც უზარმაზარი ზეიმი და ხიარულება, რომ გაიმარჯვა 9 მაისს დიდმა სტალინმა და მისმა თანამებრძოლებმა. ეს იყო ის ბრძოლა, რომელმაც ბრძოლამაც იხსნა მსოფლიო ფაშიზმისაგან. და არა თუ მარტო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მიმდინარეობდა 9 მაისთან დაკავშირებით მომზადებები და საერთოდ მთელი ეს ღონისძიებები, არამედ ევროპის ქვეყნებშიც, სადაც ორგანიზებულად აღინიშნებოდა ეს ყველაფერი. მაგრამ როგორც ჩანს, ნელ-ნელა ამას ყველაფერს უნდა მთლიანად ამ ლიბერალურ იდეოლოგიას და ლიბერალურ იდეოლოგიის პატარებელი ადამიანებს 9 მაისის იგნორირება მოეხდინათ და ფაქტიურად ეს 9 მაისი ისტორიის იმ დიდი ნაწილიდან ამოიღოთ და მისი განადგურება გადაწყვიტეს. დაიწყეს სწორედ დიდი სამამულო ომის გმირებისა და მებრძოლების მემორიალებისა და სხვადასხვა იმ დაფების განადგურება. საერთოდ უნდათ რომ მთლიანად გადაეკეთებიათ 9 მაისს და თითქოს 8 მაისს მოხდა გამარჯვება ფაშიზმზე და ამაში დიდი წვლილი ვითოთ ორგანიზებულად ეს და მთლიანად დიდი როლი ითამაშა კოალიციურმა ჯარებმა, მაგრამ ეს ასე არ იყო. 9 მაისი იყო ის 9 მაისი, რომელმაც 9 მაისმაც პირდაპირ წერტილი დაუსვა სწორედ აი ამ დიდ იმპერიალისტურ განზრახვებს და ფაშისტურ ზრახვებს. 9 მაისი არის სწორედ ის 9 მაისი, რომელმაც 9 მაისმაც უჩვენა მთელ მსოფლიოს, რომ ეს გააკეთა საბჭოთა ხალხმა. ეს გააკეთა იმ ქვეყნებში და იმ ქვეყნებში მაცხოვრებელმა ადამიანებმა და მებრძოლებმა, რომლებმაც ის ბრძოლა მოიგეს სწორედ დიდი ორგანიზებით და დიდი შრომის და ბრძოლის შედეგად. დღეს ჩვენ კიდევ სხვა დანარჩენ თემებზე გვექნება საუბარი. ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის ეროვნული ერთობის ეროვნული ერთიანობის სათათბირო ეკონომისტი თეიმურაზ მაგარაძე. თეიმურაზ მაგარაძე. ბატონო თეიმურ, მოგესალმებით. ჩვენ მე დღეს იმიტომ მოგეწვია ამ გადაცემაში, რომ თქვენ ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც ვიცი, და საერთოდ ყოველ წელიწად თქვენ გაქვთ ღონისძიებები, რაღაც გარკვეული ღონისძიებები და ვიცით, რომ თქვენ გაქვთ კომუნიკაციები იმ ადამიანებთან, იმ ვეტერანებთან, იმ ხანდაზმულ მართლაც მებრძოლებთან, რომლებმაც თავი გადადოს და შესწირეს თავი იმ ბრძოლებს, რომელმაც მსოფლიო საზოგადოებას მოუტანა თავისუფლება. დღესაც თქვენ გარკვეულ ესე იგი პროცესებში ხართ ჩართული და 9 მაისის სამზადისში ხართ და მართლაც სამზადისში ხართ, რასაც მე ვიცი და რასაც მე თქვენ გისმენთ და რასაც მე ვხედავ თქვენს აი სწორედ გადაადგილებებს და რაღაც აქტიურად მოქმედებებს. როგორ იქნება წლევანდელი 9 მაისი 80 წლის თავი, წარმოიდგინეთ 80 წლის თავი, სადაც მოსკოვში ტარდება უზარმაზარი გრანდიოზული ღონისძიება, ეს იქნება აღლუმი, დიდი აღლუმი და თქვენ წარმოიდგინეთ ისეთი ქვეყნების ხელმძღვანელები იყრიან თავს იქ და არის მიწვეული, რომ წარმოიდგინეთ თქვენ, რომ ისინი ვარს არ ამბობენ იმ ღონისძიებაში მიღებაზე. ხო და ჩვენთან დაკავშირებით არ ვიცი რა ხდება, არა მაქვს ინფორმაცია, მიიწვიეს, არ მიიწვიეს ჩვენი პრეზიდენტი, წავა, არ წავა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენ აკეთებთ და თქვენ შრომობთ და ბრძოლობთ იმისათვის, რომ შეუერთდეთ იმ გრანდიოზულ ღონისძიებას და დავანახოთ, მართლაც უნდა დავანახოთ. მართლაც უნდა ჩვენ აქ საქართველოს მით უმეტეს 300,000 კაცი დაიღუპა, ხო? უნდა დაანახოს სოფლიოს, რომ საქართველოს ამას აღნიშნავს ტრადიციულად და აღნიშნავს ისე, როგორც ეკადრება. როგორც იყო ეს ადრე.
საბჭოთა კავშირისთვის. ეს არ იყო გასაუქმებელი ღონისძიება და არ იყო ეს გასაუქმებელი რაღაც. ეს არ არის ის თითქოს ესენი რო იძახიან ეს ლიბერასტები რო ამბობენ რომ ეს არის საბჭოთა ღონისძიებაო. საბჭოთა ღონისძიება კი ეს არის გამარჯვების დღე არის, ფაშიზმზე გამარჯვების დღე არის და როგორ უნდა იყოს ეს საბჭოთა ღონისძიება, როცა ფაშიზმზე გაიმარჯვა ადამიანებმა და იმ ხალხმა, რომელ ხალხსაც უნდათ თავისუფლება და უნდათ ის რომ ქვეყნებში ყოფილიყო ნორმალური ცხოვრება. აი თქვენ ახლა მოკლედ და ესე იმათ გითხარით ჩამოყალიბებლად და უთხრათ ჩვენ ტელემაყურებლებს რას აპირებთ როგორი ღონისძიება იქნება და საერთოდ მიიღებს თუ არა ეს მასშტაბურ ხასიათს და ბოლოს და ბოლოს საქართველოში აღზრება თუ არა ისევ ის ზეიმი რომელიც ზეიმის მე მახსოვს ჩემს ახალგაზრდობაში და ჩემს ბავშვობაში. მოვესალმებით ბალონდრისთან, დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმებით თქვენს ერთგულ მაყურებლებს და სულიად საქართველოს. მე გისმენდით შესავალი, ბრწყინვალე შესავალი იყო, დიდი მადლობა მაქვს შესავლისათვის და მნიშვნელოვნად თქვენ გააკეთეთ, წარმოთქვით ერთი ფრაზა, რომ ეს საბჭოთა ხალხის მონაპოვარი იყო და დიდი მადლობა მაგისათვის ნამდვილად. და ნამდვილად გიდასტურებთ, რომ საბჭოთა ხალხის მონაპოვარი იყო, რადგანაც ის 15 მოკავშირე რესპუბლიკა, რომელიც შედიოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და ერთად ცხოვრობდნენ, ყველა მიიღო მათ მონაწილეობა, განსაკუთრებით საქართველოს, მათ შორის საქართველოს და ნამდვილად დიდი რაოდენობა იყო. საქართველოს პრაქტიკულად პატარა ქვეყანაა, ტერიტორიულად და მოსახლეობის მიხედვით, მაგრამ პროცენტულად ყველაზე მეტი რაოდენობა იქნა გაწვეული არა მარტო გაწვეული, მოხალისედაც წასული და მიიღეს მონაწილეობა და რასაკვირველია იმ ვაჟკაცური სულისკვეთებით და სიყვარულით, რასაც სამშობლოს დაცვა ქვია, შეეწირა ძალიან ბევრი და ძალიან ბევრმა დედამ და ძალიან ბევრმა ოჯახმა შავები ჩაიწვეს და დღესაც კი გლოვობენ. ჩემი ოჯახიდანაც ბაბუა, ჩემი ბაბუა. მეც ჩემთანაც ორივე ბაბუა. დაიღუპა, ეგ დაიღუპა, ბრძოლაში დაიღუპა და დღემდე ვერ ჩამოგვიშენებია. ორივე ბაბუა ჩემიც ეძებენ მის იმას, რა ქვია, სხედა იმას, სადაც და სავარაუდოდ არის მაშინ, რა ქვია, სევასტოპოლში. აი მან დაიღუპა მასიურად ქართველები. მე რომ არ დამავიწყდეს ბატონო ტრისთან, მინდა რომ ხარების დღესასწაული მოგილოცოთ ყველა სრულიად საქართველოს და ძალიან კარგი არის რომ დღევანდელი დღე დაემთხვა აი ამ გადაცემას და დიდი მადლობა კიდევ თქვენ მოწვევისათვის. მეც დავაფიქსირებ ორი ბაბუა რომელიც მე მყავდა რა, მამა ჩემის მამა იონა მაკარიძე, რომელიც ბოლო მონაცემებით ქერჩი არის დაღუპული რა, სადაც სამწუხაროდ ყველაზე დიდი რაოდენობა ქართველების და მეორე ბაბუა, ეს არის დედაჩემის მამა დანიელ ბებიაშვილი, რომელიც სამხრეთ საფრანგეთის განთავისუფლების დროს დაიღუპა და ეგ ისტორიული ფაქტია ელზასისა და ლოტარინგიის საბადოს განსანთავისუფლებლად, როდესაც წარმოგიდგენთ ქართველებთან საფრანგეთის განთავისუფლებლად დაიღუპა. ქართველი კაცი და ეს ვიღაც ქათამი მაკრონი, გაიგე, ეს ლიბერასტი, გაიგე, რომელიც იგნორირებას უკეთებს დღეს იმას 9 მაისს. ნუ ფაქტს ხო ვერ გაიქცეო. ხო, გესმის, არა, რა მინდა თქვა, რომ მათი განსანთავისუფლებლად ქართველი კაცი დაიღუპა, გაიგე. იქ საძმო სასაფლაოა. ხო. და ესენი ნახე არაფერი ყოფილა თურმე ეს კაცო. ეს მათი პრობლემა არის თუ არ აღიარებენ და ჩვენ სხვათა შორის მინდა ძალიან კარგად, ძალიან მნიშვნელოვნად თქვით თქვენ ეს ფრაზა საბჭოთა ხალხი და ზუსტად მინდა მაშინ იყო საბჭოთა კავშირი იყო, საბჭოთა კავშირი იყო მოკავშირე რესპუბლიკების გაერთიანება და ჩვენთვის როგორც ევროკავშირი ახლა მოკავშირეა გაერთიანება. რატომ ისინი უარყოფენ საბჭოთა კავშირს, კაცო? იგივე სისტემა არ არის ის ევროკავშირი? რა თქმა უნდა, ანალოგია იგივე რა და ეს აუცილებლად უნდა ითქვას, რომელიც მერე მონათლეს ეხლა 1000 ისტორიკოსია და ყველას თავისი აზრი აქვს და მეორე მსოფლიო ომი. თუ მეორე მსოფლიო ომად არის მონათლულია რა, ჩვენთვის, როდესაც საქართველოს შედიოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, იყო სამამულო ომი. და ზუსტად მას ზეიმობდა მთელი საბჭოთა მოსახლეობა და წელს სრულდება ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავი. და გიდასტურებს ნამდვილად გრანდიოზული პარადი იქნება, ეხლა შეიძლება სადღესასწაულოდ
რუსეთმა არ გახადოს რა 9 მაისის ესე იგი დღე აღსანიშნავად, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ დიდი გრანდიოზული ცერემონია იქნება, რადგანაც ახლა უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტი მიმდინარეობს, არ ამგონია, რომ დღესასწაულად გადაიქცეს და მე მინდა დავაფიქსირო ანალოგიურად ესეთი 9 მაისის 80 წლის თავის აღნიშვნა მოხდება ქალაქ მინსკში, ბელორუსის დედაქალაქში. და ჩვენ სამოქალაქო სექტორი, მეგობრები, თანამოაზრეები, ის ოჯახები, ვისთანაც მიგვიწვდება ხელი, სადაც კი ცოცხალი ვეტერანები არის, გარდაცვლილი ვეტერანებიც და ყველანი, ვინც ესე იგი არ მეგულება საერთოდ ოჯახი, ვისაც კავშირი არ ქონდეს ამ მოვლენასთან, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საქართველოში იყოს ეს აღნიშნული და მადლობა მინდა მე დღევანდელ მთავრობას, ქალაქის მერიას უთხრა ის, რომ გამარჯვების პარკი, რომელიც იყო ესე იგი სარემონტო, დაასრულეს სარემონტო. ესე ღონისძიება იქ გაიმართა. მე ესეთი ინფორმაცია მაქვს, ბოლო ინფორმაცია, რომ სადაც კიგვიძის ბაღში აღარ იქნება ეს. ნაწილი კიგვიძის პარკი. მაგრამ ძირითადი უნდა იყოს იქ ნამდვილად და იქ იქნება მობილიზებული ჩემი ინფორმაციით. ტელევიზიები იქ იქნება ცოცხალი ვეტერანები თუ დაახლოებით ალბათ 50-60 ადამიანამდეა, კაცამდეა ესე იგი შემორჩენილი და მე მათ უსურვებ კარგად ყოფნას და ჯანმრთელობას, მათ ოჯახებს ეკონომიკურ შესაძლებლობას და რა თქმა უნდა თითოეული ქართველი უნდა მიუდგეს ამას სიყვარულით და ყველაფრით და ამის გაკეთება გვინდა, რომ ის საათები, რომელსაც ჩვენ ერთად დავყოფთ, რა, ეს იყოს ძალიან სანუკვარი, სასიამოვნო მათთვის, ეხლა მეც ეხლა ოქროს კოშკებს ჩვენ ვერ ვავაშედებთ ერთმანეთის, მაგრამ ეს უბრალოდ დამოკიდებულება, რაც ადამიანური დამოკიდებულება და რაც ჩვენ გვაინტერესებს ყველაზე მეტად პატივი უნდა მივაგოთ მონაწილე სამამულო ომის, ანუ სოფლიო ომში მონაწილე როგორც დაღუპულ ისე ცოცხალ ადამიანებს ეს აუცილებლად უნდა შეუძლიათ. მათთვის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია ბატონო თემურ. დიახ. მათთან მიახლოება და მადლობის თქმა იმასთან დაკავშირებით ჩვენ მშვიდობა მოგვიტანეთ. ეს არის ყველაზე დიდი, რომ ეთქვი, მათთვის მნიშვნელოვანი. მათ ხომ ეს უხარია. პატარა ბავშვები ვიცი. მადლობა თქვენ, რომ ჩვენ მშვიდობა მოგვიტანეთ. აი ხარ, რა თქმა უნდა. ეს არის მათთვის უნდა ნამდვილად ეს ყველაფერი წონის უკვე. მიღებულია ნამდვილად ზუსტად აი ესე იქნება მიმართვა. და გარკვეული ჯგუფები ჩვენ, რა თქმა უნდა, მე ინფორმაცია მაქვს, რომ მთავრობა ემზადება 9 მაისის აღსანიშნავად, 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად, გამარჯვების უпроსორად და აუცილებლად იქნება ეს რიტუალი მთავრობის მხრიდანაც, იმიტომ რომ ესეთი ინფორმაცია გამოაჩნია და არავინ თქვას, რომ უარს ამბობს ვინმე ამ თარიღზე და ნამდვილად ამაზე უარის თქვა არ შეიძლება და გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას, სხვადასხვა ლოკაციაზე ჩვენ შევგროვდებით ჩემი მეგობრები, თანამოაზრეები, ახლობლები ცალკე ლოკაციაზე, სხვა ორგანიზაცია ცალკე ლოკაციაზე და მე ალბათ გვექნება კოორდინაცია და შევერთდებით და ეს იქნება კარგი ეფექტი რა. კარგი ეფექტი იქ აუცილებლად უნდა იყოს მე ესე წარმომიდგენია, რადგანაც ჩემი ორგანიზაცია, მე ორგანიზაციას წარმოვადგენ ეროვნული ერთიანობის სათათბიროს, ჩვენ გვაქვს ჩვენი დროშები, როგორც ჩვენი ორგანიზაციის, ასევე საქართველოს დროშები. მე ჩემი ინფორმაციით ვიცი, რომ კომუნისტური პარტიაც იქნება თავის წითელი დროშებით, და მივესალმები, იმიტომ რომ მაგათი დამსახურება იყო ეს. რა თქმა უნდა, ეგოროვისა და ქალთარიას მეშვეობით აღიმართა ის წითელი დროშა რაიხსტაგის თავზე. ეს იყო დიდებული დღე და ამით დამთავრდა ფაშიზმზე გამარჯვების ესე იგი ის სამამულო ომი დაგვირგვინდა ამით, რომ ფაშიზმზე გამარჯვება იზეიმა სულ ყველა, თელმა ევროპამ, თელმა მსოფლიო ჩვენმა საბჭოთა მოსახლეობამ, საბჭოთა ხალხმა, რომელიც ერთ ძმურ ოჯახში ცხოვრობდა რა და არ იყო მაშინ ჩემიანი, შენიანი და ისე იყო ინფრასტრუქტურა მოწყობილი საბჭოთა კავშირის შვენივრად დადიოდნენ უფასოდ ყველგან და ძალიან მიზერული იყო, აი მაგალითად მე ვიტყვი, რომ
თბილისიდან მოსკოვში ტრანსპორტირება თბილისში ჯდებოდა 37 მანეთი და ლენინგრადში, ანუ პეტერბურგში 42 მანეთი და 50 კაპიკი. ხო და ეხლა როდესაც მე მაქვს ხოლმე შეხვედრები დასავლეთ საქართველოში გახდი, სენაკში ვიყავი, ფოთში ვიყავი, ქობულეთში ვიყავი, ბათუმში ვიყავი, ქუთაისში, თერჯოლაში, ზესტაფონში მე როდესაც ხვდები მოსახლეობას, ყველას უხარია. და თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც მე ეს მოსახლეობა მთხოვს და მაბარებს. დააყენეთ კატეგორიულად საკითხი, რომ სტალინის ძეგლი დაბრუნებული იყოს თავის ადგილზე, სადაც მიშა სააკაშვილის მითითებით დილის საათებში აიღეს არავინ არ იცის სადევს რა მოულელი და მე ვიცი და თქვენც იცით სადევს რა, მაგრამ ეს აუცილებლად და მე მივმართავ დღევანდელ მთავრობის წევრებს ეს საქმე რაც ეხება სტალინის ძეგლის დაბრუნება თავის კუთვნილ კვარცხლბეკზე ეს უნდა შეასრულოს და გააკეთოს. ეს არის მოსახლეობის დაკვეთა. დამიჯერეთ. ამით გულდასულით მეუბნებით და გთხოვთ. მართლაც კარგი სიწინა და სწორი მოთხოვნა დააყენეთ. ეხლა სტალინი იყო ქართველი კაცი. ჯერ ერთი წარმოვიდგინეთ თქვენ დღემდე ახსოვს მსოფლიოს კაცო ეს ადამიანი. ჯერ აქედან გამომდინარე ხარ უკვე ძლიერი ერი, გაიგე რომ მსოფლიო გისწობს, შენ სტალინიდან დღემდე გისწობს, ქართველი. ეს ჯერ ამიტომ უნდა ცე პატივი ამ ადამიანს. საამაყუო. ხო, ახლა ამბობენ რომ სტალინმა ის დახვრით და ეს დახვრით და ვინ დახვრით და კაცო სტალინმა, კაცო ტროცკისტები. აი ეს ტროცკისტები, რომლებიც დღეს პატარა ტროცკისტები დარბიან, ხო ხედავ, რას აკეთებენ? პატარ-პატარა ტროცკისტები. ხო, და რას აკეთებენ, ხო ხედავ, ეს ტროცკისტები, აი ესეთ მაშინ იყვნენ მაშინაც ტროცკისტები იყვნენ და სწორედად მაშინაც ზებზოდნენ ქრისტიანობას, ებრძოდნენ ოჯახურ სიწმინდეებს და სტალინმა დახრიტა ეს ხალხი და დასახლეთიც იყო, იმიტომ რომ წარმოიდგინე შენ გარყვნილობისკენ ხო მიყავდათ, ხო? ეხლა ლენინის დროს რა მდგომარეობაში იყო რუსეთი, ხო? ესე იგი გარყვნილობა იყო და მასიურად ესე იგი ეკლესიების მიგრევა და სტალინმა ეს შეაჩერა ეს პროცესი. იმიტომ რომ ლენინის ტროცკის ის იყო ეს იდეოლოგია, ძალიან ბინძური იდეოლოგია, რომელიც ბინძური იდეოლოგიის საფუძველზე ვებრძოდნენ პირდაპირ ოჯახურ ტრადიციებს, ხო? სტალინი მოვიდა, გაიგე და შეაჩერა ეს პროცესი, გაიგე და ეს პროცესი შეაჩერა იმ მეთოდებით, რომელი მეთოდების საფუძველზეც იყო ის მოთავი ადამიანები ხელს უწყდნენ ამ გარყვნილობას და ამ უბედურებას და ის დასახლეთი იყო ის ხალხი ყველა. საქართველოში იქ დაახრიტა ინტელიგენცია კი დაახრიტა საქართველოში სტალინმა დაახრიტა ვინც ბრიტანეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და როგორც დღეს არის. ხო, როგორც დღეს არის, ხო. აი დღეს ესენი ვარენ, აგერ ახლა ეს ბანდიტები, გაიგე, სექტანტები. მაშინაც იყო ეს სექტანტები, გაიგე, სხვადასხვა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ უცხოეთის სპეცსამსახურებთან და ამით ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდნენ, ხო? ეს ხალხი დახრიტა. არ იყო დასახურეთი, იყო დასახურეთი. ბატონ დრესა გამახსენდა ეხლა, როდესაც სტალინის შვილი აიყვანეს და მოახსენეს სტალინს რამოდენიმეჯერ. და ვიტყვი ეს ამ რუსულად ვიტყვი ამ ფრაზას. Опять они хотят свою мораль навязывать на нас. ესე იგი, თავიანთი მორალის თავს მოხვევა უნდათ, იმიტომ რომ ამ დროს მას სხვადასხვა წინადადებას აძლევდნენ და უყენებდნენ ულტიმატუმს, ან ესე გაცვალეთ, ან ისე გავცვალოთ და მან დიდებულად უთხრა. მე საბჭოთა ჯარისკაცს ფედმარშალზე არ ვცვლი. გენიალური ადამიანია. გენიალურია. ეხლა ნახეთ. თან თავისი შვილზე თქვა. თქვენ რაღაც სტალინის ესეთი რაღაც ისინი ახსენეთ, ხო? რაღაც გარკვეული ფრაზები. მეც მაქვს ძალიან ერთი მნიშვნელოვანი ესა და ეს უნდა იცოდეს საზოგადოებას. სტალინმა დაუძახა ჟუკოს ომის მერე. ჟუკოს დაუძახა. პირდაპირ ასე ერთმანეთს დიალოგია. რომელმაც მერე ყველაზე მეტად უღალატა. ხო, უღალატა, მერე გაყიდა. არა და მაგის ხელით არ აიყვანა. სტალინმა აქცია ჟუკოვი ადამიანთა მარშალ. ბერია მაგის ხელით არ აიყვანეს, მაგრამ ხო, აბარა, ხო და წინასწარ დაგეგმილი ოპერაცია. რას ეუნება ახლა ჩვენო მე და შენო ვართ ორივე მარშლები, ხო? ეს ეუნება სტალინი, კიო ეს ეთახმება. მამა შენი ვინ იყო და მეწაღე იყო. მამა ჩემით მეწაღე იყო. ჩვენო ორმა მეწაღეს შვილმაო მეწაღეს შვილებმაო მოვიგეთო დიდი სამამულო ომიო, გაიგე, მოვიგეთო. მეწაღეს შვილებმაო, შენმა მამა შენით მე მამა ჩემ რა ჩემ ფეხებად კიდო და ბარახლა რო დამაიღებიდან გერმანიიდან, გაიგე, რაზე. ბარა თან ვითომ თან ხო არ გამოეპარებოდა. რაზე უპარებ. რა ჩემ ფეხებად კიდო და ბარახლა რო დამაიღე გერმანიიდან და დატვირთე მანქანაო, გაიგე, წარმოიდგინეთ თქვენ რამ დონეზე ესე იგი და წარმოიდგინეთ მაგას ეხლა ინტერპრეტაციას მიცემენ, აი
აი ესენი ჩასული იყვენ რომ გაეძარცვათ, გამოეძარცვათ როგორც ესენი ესე იგი. არა, ეხლა სწორიც უთხრა, გაიგე ბიჭო, მარშალი კაცი ხარ, გაიგე? ამ ხელა ომი მოიგე, გაიგე და რაღაცა გარდიროფი და ჩადები, მანქანაში თუ რა იყო, არ ვიცი რა ჩადო და რა. უბრალოდ არ დასაჯა. არ დასაჯა, უბრალოდ დასჯა იყო ეს იმისთვის, გაიგე? ო, ორმა საბოჟნიკის შვილმა, გაიგე? ორი საბოჟნიკის შვილი ვართ. მოვიგეთ ამ ხელა ომიო, გაიგე და რა ბარახლოს მიადექ იქ და წამოიღებო კაცო, გაიგე? ეგეთ რაღაც. აი, ესეთი ადამიანი იყო. ესეთი ადამიანი იყო და ესეთი უბრალო ადამიანი იყო ეს კაცი, ხო? და მე ეს ნაძირალა ხრუშოვი გამოვიდა და გაანადგურა ადამიანი თავიდან ბოლომდე. ფაქტიურად ანტი ქართულ და ანტი სტალინურ საქმეს აკეთებდა. მას გარედან დავალებული ქონდა რა შეიძლება ამერიკელების დავალებად მუშაობდა ამერიკელების დავალებით ნუ კოლექტიური დასავლეთი კოლექტიური იმიტომ რომ მარტო ამერიკელები იქ არ იყვნენ ახლა რა თქმა უნდა ეხლაც თუ ამ ეპოქაში გადმოვალთ არა ერთ-ერთ შტატში ამერიკაში სტალინის ძეგლი დგას ეხლა და ულია და ყველა სამწუხარო რა არის იცი მე ძალიან მომეწონა და ძალიან ყოველთვის იმით უსმენ ძალიან კარგად უსმენ მოსკოვში რო გამოდის ისრაელის დაზვერვის სამსახურის უფროსი იყო კედმი აი მან სალავიოვის ის გადაცემაში იყო ხმა არავის არ მომაღებიას და პირდაპირ უთხრა ამ კაცს ამ ყანსაც და იმ რუს ექსპერტისას სტალინმა თქვენო გაქციათ ადამიანება თუ გაიგე სტალინმა თქვენო აი ეს აცა დღეს სტალინია ეს და არახსხვენია თუ ახსენებთ ვინმე ან სკოლებში ასწავლის ბავშვებსო ან სადმე ახსენებთ საერთოდ ამოღებულია ხო არახსხვენია თუ რომ ამ კაცს არახსენებთ არსა თუ რომელიმას თქვენ გადაგარჩინა თუ გაიგე და მართლაც თუ დღესაც მე ახლა კი გასაგები არის ჩვენ ამ საკითხს შევეხებით რომ აუცილებელია სუცეთან ურთიერთობა მეზობელია ჩვენი ისის მაგრამ ბიჭო არ უნდა იყო უმადური ადამიანი გაიგე რაშია საქმე არ უნდა იმიტომ რომ ისტორია ამას ვერ გაექცევი ხო სტალინი რო არ ყოფილიყო და ბერია რო არ ყოფილიყო დღეს რუსეთი არ იარსებებდა გაიგე იმით რომ სიძნიერით როგორი სიძნიერით წარის ის დღეს ხო და როგორი იმან მყარათაც დგას დღეს რუსეთის პრეზიდენტი ხო აგერამა ღილაკიო თუ ჭკვით არ გაჩერდებით ხო ვისი ღილაკია ეს მე სტალინის და ბერიას ღილაკი არ არის კაცო რა თქმა უნდა ეხლა ეს იყო ისეთი ორი ისეთი ბუმბერაზი ორი ადამიანი და მათი გონებრივი შესაძლებლობის შერწყმა რომელმაც რუსეთი გახადა მთლიანად საბჭოთა კავშირი გახადა ატომური ქვეყანა ვირტუალური ქვეყანა გახადა ეხლა გინდა არ გინდა როგორც არ უნდა დაამახინჯონ ისტორია ამ ფაქტს ვერავინ არ დაეცევა ვარიანტი გამორიცხულია შეიძლება ამოიღონ ისტორიიდან მაგრამ ეს ხო ისტორიაში დარჩა რა იმიტომ რომ ამას ვერ წაშლიან და ეს ხელოვნურად თუ რაიმე შეცვლიან რა ხვალ ვეღარ შეცვლიან რა თან მით უმეტეს ეხლა ის პროცესები რომელიც მთელ სოფლიოში მიმდინარეობს რა უკვე მიდის აი ესეთი დაპირისპირება მიდის აგრესიულ ძალასა და კარგ მომავალ შორის და მე დარწმუნებული ვარ რომ სიკეთე გაიმარჯვებს ამდენი წელიწადი არის ნახეთ რა თქვენ ამდენი წელიწადი პტარს ებრძვიან ცოცხალი პტარს ებრძვიან ეგ თქვა კიდევაც ხო თვითონ რა თქვა და ვერაფერს ვერ უშვებია წარმოედგინე ვერაფერს ვერ უშვებია იმიტომ რომ ისტორიის საკუთრება არ და რა უნდა უქნა ეხლა მე რობოტ ვადენდებ სოციალურ ქსელებში ხედავ ხო და ეგ ეს სახელმწიფო პირები რო არის კრემლის მასთან და პირდაპირ აი დაყოლებული და დაგზალული ხო ყველაზე მეტი გვირგვინა ყვავილები სტალინის საფლავზე არის იქ. ოკეი, ნამდვილად. ყველაზე ნამდვილად მოსკოვში განსაკუთრებით, მოსკოვში. და ბატონ ტრისტან, მე რადგანაც სულ ორი წინადადები. კი, ბძანეთ რო ვარ კაცო ჩვენ. მან ხელი შეუწყო საერთოდ უკრაინას როგორც სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ჩამოყალიბება უკრაინა როგორც სახელმწიფო. ეხლა მე უკრაინელ ხალხთან არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია, მე გამაჩნია იმ პოლიტიკასთან, რაც შიგნით იწარმოება და უკრაინის გარეთ და ფაშისტური პოლიტიკა. ნუ ახლა დარწმუნებული, იმიტომ რომ როდესაც ნაცისტური გერმანია გადმოკეთა საბჭოთა კავშირის ტერიტორია, იქ გარკვეულწილად ახლა ისტორიული ფაქტებია, რომ შეხვდნენ ყვავილებით და ოღონდ გარკვეულწილად კი არა, მოდი ხმამაღლავთ თქვა. არა გარკვეულწილად უკრაინის მოსახლეობის 80% იყო გერმანელების მხარეს. ხო, ყველას ვერ დავადანაშაულებთ და ვერ ვიცი. სამ თვეში წარმოიდგინეთ, მოვიდა მოსკოვთან. ტერი მოვიდა მოსკოვთან სამ თვეში. უკრაინა მაგას ხარეს გადავიდა. ფაქტი ხო,
და ბელორუსი ახლა ბრესტი იბრძოდა და ჩრდილოეთის ფრონტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მერებლივ სამხრეთის ფრონტი, სადაც მართლა რომ გამაგრებული და ეს ბერიას სტალინსა და ბერიას დამსახურება რომ კავკასიაში ვერ მოიკიდეს ფეხი რა. უშუალოდ ბერია ხელმძღვანელობდა. და წარმოიდგინეთ, აი ამას ახალგაზრდა მოსახლეობას, ახალგაზრდა ბავშვებს სკოლის პერიოდს, უნივერსიტეტის, ინსტიტუტის პერიოდს არ ასწავლიან საერთოდ. წარმოიდგინეთ, ეს რისის სინონიმია, იცით? მე ერთ ნაწარმოებს დავასახელებ, რადგანაც მისი ავტორი არის ილია ჭავჭავაძე და ილია ჭავჭავაძესა და სტალინის შორის იყო ბრწყინვალე დამოკიდებულება და თანამშრომლობა, იმიტომ რომ ივერიაში იბეჭდებოდა სტალინის წერილები და მაგას აკონტროლებდა თვითონ ილია ჭავჭავაძე. მან დაწერა ესეთი კაკო ყაჩაღი და წაუმძღვარა ესეთი მიეც გლახაკთა საჭურჭლე ათავისუფლებონები მიღწვიან მომიგონებენ დამლოცვენ მოეგონები რა. და წარმოიდგინეთ ახლა ილია ჭავჭავაძე, რომელიც უდიდესი ბუმბერაზი ადამიანი იყო რა. ახლა მე კაკო ყაჩაღი იმიტომ მოვიყვანე რომ ეს კახეთში მოხდა, როდესაც ილიას ჰქონდა თვითონ სტალინთან კარგი დამოკიდებულება, რომელიც წაშლა უნდათ რა და ვერ წაშლიან, ამას ვარიანტი გამორიცხულია. და ახლა მე აღარ საუბრობ ისეთ წერილებზე და საზოგადო მოღვაწეებზე, რომელთანაც სტალინს ჰქონდა იდეალური დამოკიდებულება და თვით ბერიასაც კი რა და აქ როდესაც ედელვაისი ეს ოპერაცია შეიქმნა და ჯგუფი ქართველების ჯგუფი განსაკუთრებით ყველაზე დიდი ომი ფაქტიურად მაროხის უღელტეხილზე მოხდა და დღესაც კი გაყინული არა მარტო ქართველების ძვლებია გაყინული, გერმანელების ძვლებიცაა გაყინული და ერთი პერიოდი გერმანია როგორც სახელმწიფოს უნდოდა დაეყენებინა და დღესაც არის მე მგონი ეს ძალაში რომ აი ის სადაც არის ეს ნეშტები არა თქოთ ამოღება უნდათ და გადასვენება და რაღაც და იმიტომ რომ გერმანიაში მუზეუმი არის გახსნილი რომელიც მუზეუმში და ქართველები მონაწილეობენ იქ და ურთიერთობები აქვს მე ძალიან კარგად ვიცი ერთ-ერთი ჩემი მეგობარია ღმერთმა ხელი მოუმართოს და რა უნდათ იცით გამწვანების სახით მათ ქართველების გერმანელების ახლა მეომარი ხალხი იყო რა სულ თითო სახელობითი ხე უნდა დარგო რა და მე ამის წინ ეს მინდა თხოვეს რა მე ვიყავი კარდენახში ამის წინ რამოდენიმეჯერ და კარდენახში არის დიდი პარკი არის რა დიდი პარკი სამამულო ომში დაუპული გმირების და იქ მოვლილი იყო ის პერიოდი დღეს არის სანაგვეთ ქცეული სამწუხაროდ თუ იმეს ხელეწიფება მით უმეტეს ეკუთვნის ეს გურჯაანის მუნიციპალიტეტს ყურადღება მიაქციონ მას რომ ეს გაიწმინდოს და დაუბრუნდეს პირვანდელი სახე მას რა ეს მე ჩემო მეგობრებმა თხოვეს რა ძალიან ახლა თქვენ მართლაც მნიშვნელოვანი საკითხი წამოჭერეთ ახლა თქვენ და მარტო გურჯაანში კი არა არის კიდევ რეგიონებში სადაც საერთოდ მიტოვებული არის და ის არ უნდა დაგვავიწოს ბატონო ქუთაისში რო ააფეთქეს საერთოდ რა და ეს სააკაში მააფეთქა და ამ გათახზირებულმა ამ არაკაცმა ამ სისხლის წოვენმა საშინელი და რა მინდა კიდევ რას მინდა შევეხო კიდევ იცი აი როდესაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა და მაშინ ხო ყველა ფაქტურად ყველა თავისი წვლილი შექონდა ხო ჩვენ ახლა როგორც ცოცხალი ძალით ასევე რავი კვების პროდუქტებით და კიდევ გოსპიტალები იყო გახსნილი აქ თბილისში კი როგორ არა ხო და თბილისი ზუგდიდი ქუთაისი ხო სოხუმში და რავი და თბილისში რო ჰოსპიტალი იყო გახსნილი და დაჭილები ჩამოყადათ ის რომლები დაჭილებიც უკვე ვერ გადაქონათ ის ძიმეჭილობები მათ ასაფლავებდნენ აგერ პეტროპავლოს სასაფლაოზე აქ არის მათი საზღვაო სასაფლაო უბრალოდ ახლა სირცხვილი არის რა რომ გაივლი ადამიანი ეკა ეგეთაში ასაფლავო კაი სირცხვილი არის და ეს ხო უნდა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა იქ წინვე ცხვირწინ არის ჰერმესი იქ ცხვირწინ იქ ლოთაობის და ქეიფის და პურიჩამის უცრავ არაფერს არ აკეთებენ ხო რა გაუხდათ ის რომ ის სასაფლაოები ის მათა სასაფლაო
ის სამამულო ომში დაჭილი ჯარისკაცები, რომლებიც გადაეცვალნენ კოსპიტლებში, დაასაფლავეს აქ. ისე ბატონ ტრისტან რა გაუხდათ მისი მოვლა პატრონობა. ძალიან კარგი მომენტი მე ყოველდღე უყურებ მას, მე მიწევს იქ გზის სიარული და ყოველდღე უყურებ და მაინტერესებს ერთი პერიოდი იყო მე თვითონ ავედი ბიჭებთან გავასუფთავე. მე თვითონ ავედი ბიჭებთან მე მზათა ვარ ყოველთვის ნებისმიერ დროს როცა შევთავაზები. 5 წლის უკან იყო ეს. ხო. ბიჭო ყოველ აი ამ ხელა ბალახი რა უნდა იმას ის ჰერმესმა ან ადგილობრივის გამგებელმა ან ვიღაცამ კაცო ერთი მუშა დაიქირაოს და მიცეს ხელში ის ელექტროცეხია თუ ცელია თუ ბენზოცელია ხო და მოთიბოს იქაურობა და გაასუფთავოს. არ აკეთებენ კაცო სიცხვილე არ არის ეს. მე არ მინდა გამორჩეს ერთი რამ ძალიან კარგად თქვი თქვენ და ახსენეთ სასაფლაო ეს არის პეტრე-პავლეს სასაფლაო. აი რომელიც ავლაბარში რა. ნუ არავის არ ეპატიება სხვათა შორის აი ეგ მოულელობა რა ამის იმიტომ რომ ეს და რა მინდა ვთქვა მით უმეტეს ეს რაიონი ადრე იყო ისან-სამგორის რაიონი იყო ამას ეს იყო ესე იგი შერეული ოჯახები ქართველები რუსები სომხები აზერბაიჯანელი ახლაც ესია კაცო ახლაც ესია ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა ადგილი მნიშვნელოვანია საქართველოს განსაკუთრებით დედაქალაქში ესეთი ადგილი იმიტომ რომ სახია შენ როგორ უვლი შენს წინაპრებს და როგორ ჩვენ მართლმადიდებელი ხალხი ვართ ეხლა და თვითონ ეხლა მე ურთიერთობა მაქვს ძალიან ხშირი ურთიერთობა სომხებთან რომელიც წინვალე დღებულობენ აი იმ გადაწყვეტილებას ოღონდ თქვენ გითხარით და დაგიდგებით ყველანაირად მეტი რა უნდა გითხრათ ეხლა ეს თან ისეთ ადგილას არის ეს სასაფლაო კაცო თვალში მოსახვედრი არის იქ გზას რო გაივლი მარჯვენა მხარეს გინარგინა იმიტომ რომ ის ქვები რომელი ქვებიც არის სასაფლაოს ქვები გაკეთებული ჯარისკაცებითა ჩამწკრივებული სულ ყველას ერთ ზოლში აი ეს ერთი ზოლი მეორე ზოლი მესამე ზოლი სადღაც ერთი 100-150 საფლავი იქნება მეტი ჯარისკაცებითა აი ეს სუფთა სამხედრო სასაფლაო არის რა მაგრამ საშინელება არის მე იქ ვიღაცებს კიდევ ნუ არ ვიცი ახლა ეს ვინც გააკეთა იქ რაღაც ეთყობა ხვის საფლავზე დაასაფლავეს უკვე უნდათ გაეკეთებინათ აი უკვე ნელ-ნელა აპირებდნენ უკვე სამოქალაქო რაღაც გარკვეული პირებით დასაფლავებას. როგორც ხდება ხოლმე ყიდვა ტერიტორიის და რაღაცა და ამაზე არის ბატონო თემო მე მგონი რომ თქვენც უნდა მიიღოთ მონაწილეობა იმასთან დაკავშირებით რომ როგორმე ხელმძღვანელობამ რაიონის ხელმძღვანელობამ რაღაცნაირად გადადგას ის ნაბიჯები და მიაქციოს ან თქვენი ორგანიზაციაში ოფიციალური წერილი მიწერეთ რომ მიაქციეთ ამას ყურადღება. კი ბატონო, კი არა, მიღებულია მე აუცილებელია ბატონო თემო. აუცილებლად გავაკეთე. ჩათვალე ჩვენ ბაბუებიას უყალა ესე ჩვენ. კი რა თქმა უნდა. ეს არა მარტო ქართველები, სხვა, იმიტომ რომ კაცო ქართველები რუსიელების ხალხი არის, სომხები არიან, აზერბაიჯანელები არიან, კაზახები არიან. აი ყველას გვარი დასახელია ბატონო, ისინი იმქვაზე ამოკვეთილი, იმიტომ რომ ესენი გოსპიტლებში გამოიყვნენ სამკურნალო და აქ გადაიცვალენ. ბატონ ტრისტან, სხვათა შორის მე ძალიან ბევრჯერ დავწერე წერილი სოციალურ ქსელში. ეს არის ისეთი ქვეყანა, რომელსაც ბადალი არ აყავს თელ მსოფლიოში რა, საქართველო. ეს არის საქართველო ჩვენი სამშობლოა, რომელსაც ჭირდება მოვლა პატრონობა ჭირდება. და იმ მოვლა პატრონობის, აი ესე ქვია რა, მოვლა პატრონობა ჭირდება ზუსტად მათ საფლავებს, რომელიც საერთოდ ტრადიციიდან ტრადიციაზე უნდა. ჩვენი ისტორიული ის არის, კაცო. რა თქმა უნდა და ისტორიული ნაწილია ჩვენი, კაცო. მე არავის არ ვადანაშაულებ, თვითონ ხალხი არის დამნაშავე, თვითონ ჩვენა ვართ დამნაშავე და ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ ინიციატივა. აუცილებლად, ბატონო თემო, აუცილებლად. მე ახლა ხედავ ახლა მე ხვალს მიწევს ახლა იქით გასვლა კიდევ. ნახო, ახლა 9 მაისი ახლოვდება. რამე ნაბიჯები გადაედგა თუ არა და თუ არა მე აუცილებლად იქ აქ ჰერმესის ის აქვს რაღაც ოფისი გახსილი. იმ ხიმის ხელმძღვანელსაც მივალ კარგად პაშხოსიან შევათამაშე. ერთად მივიდეთ. შევათამაშე. ერთად მივიდეთ. მარტო ჭამადასვაგი არ არის იქ საჭირო და ეს кейფი კი არ არის საჭირო და რაღაც ისინი მარჯვენა მარცხნივ რაღაც შემოსავლების კეთება კი არ არის საჭირო. ის არის საჭირო. ცხვირწინა თან უყურებს. კარებს როგორც გააღებს პიდაბერ იმ სასაფლავებს უყურებს იქ. ერთად მივიდეთ და ერთად მივიღოთ მონაწილეობა. მე მეორე თქვენ მართალი ბრძანეთ. საზოგადოება არის აუცილებლად. საზოგადოება მართავს ყველაფერს. რა თქმა უნდა. საზოგადოება არის ძალა დღეს, მაგრამ ამ დამპალმა ლიბერალურმა იდეოლოგიამ წლების მანძილზე იმ დონეზე მიიყვანა ეს ხალხი, საერთოდ დაუკარგეს აზროვნებისა და საერთოდ დაუკარგეს ფიქრის და საერთოდ დაუკარგეს ყველანაირი ისტორიული რაღაც გარკვეული მონაპოვრებზე
ფიქრის და შრომის და ბრძოლის ისა. ტვინის ოკუპაცია გაუკეთეს აი დამპალმა ლიბერალურმა იდეოლოგიამ რა. და ესეც იმ დამპალი იდეოლოგიის ერთ-ერთი ნაწილი არის. რომ ესეთი საფლავები რომ მიატოვეს და საერთოდ იგნორებას აი რადგანაც თქვენ ახლა ძალიან შეეხეთ ძალიან ღრმად შეეხეთ და მე მინდა შემოუარო სხვა კუთხით კიდევ და განვავრცო აი დიდი მადლობა ნამდვილად გეთანხმებით აი იმ იდეოლოგიამ გააკეთა ეს და როგორ შემოაღწია ამ იდეოლოგიამ ჩვენში რა მე ერთ ნაწილს ვიტყვი რა ყველას ემახსოვრება საქართველოს შეიძლება არ ახსოვდეს ყველას, მაგრამ გაგონილი მაინც ექნება სოროსის ფონდი. საშინელი. სოროსის ფონდი. და აი რომელიც ყველა აი ზუსტად ვინც თქვენ ბრძანეთ, სულ ყველა ფინანსდებოდა აი ეგედან. და ეხლაც ფინანსდებიან და წარმოიდგინეთ ეხლა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ მოვიდა USAID როგორც ორგანიზაცია ის აღარ არსებობს. და რა თქმა უნდა, რადგანაც არ არსებობს მისგან დაფინანსება საქართველოში. რომელიც ესე უმოწყალოდ აფინანსებდნენ და პროგრამებზე აძლევდნენ. მაინც ღებულობენ, თუ საიდან ღებულობენ? აი ახლა გამოაცხადეს, რომ ინგლისმა დაიწყო მათი დაფინანსება. წარმოიდგინეთ, ევროკავშირმა და ინგლისმა, რადგანაც ჯერ ერთი გარკვეული არ არის კიდევ თანამშრომლობის პრინციპი საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების შორის და მაქსიმალურად ყველა ცდილობს, რომ დაუახლოვდეს და კარგ ჭრილში გადავიდეს თანამშრომლობა. აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთის ფედერაცია ცდილობს დაახლოებას და მშვიდობის დასადგურებას და არის მონახაზები, მაგრამ არ დაადგა ჯერჯერობით საშუალო, იმიტომ რომ როგორც აქ შუა დედაქალაქშია ესეთი ხალხი დაფინანსებული და ასაცრელი გოჭებივით არიან ატეხილები და აღარ იციან იქ მონა, რუსო და აი ესეთი უბოდროები ეს გაწვრთნილი ეს ყველაფერი ეს იდეოლოგიური სპექტრი მოდის სოროსის ფონდიდან. მერე როდესაც უკვე გათვითცნობიერებული იქნა საქართველოში რომ რასაც აკეთებდა რა უარყოფით მხარეები ჰქონდა სოროსის ფონდს გადაიყვანეს განათლების საერთაშორისო ცენტრად და განათლებით მეშვეობით გამოფიტეს გამოაცალეს ყველა ის სიყვარული, პატრიოტიზმი, გზნობა, ქართული მწერლობა, ქრესტომატია, ისტორია, გეოგრაფია და ასე შემდეგ რა. და წარმოიდგინეთ, ესე იგი, სოროსის ფონდი, რომელიც აღარ უნდა არსებობდეს საქართველოში, გადგმული აქვს ფესვები რა. გადგმული აქვს ფესვები და ეს სოროსის ფონდი საქართველოს აი რასაც ქვია, არაფერი მაგათ ურთიერთობა არა განათლებასთან რა. განათლება სოროსის გარეშედაც მივხედავთ და ყავს მაგის სპეციალისტები და აკადემიკოსები და მასწავლებლები და ლექტორები ბრწყინვალე საქართველოში, რომელიც ჩარეცხა საერთოდ სააკაშუნა და არც დამალა ეგ. ესე ჩარიცხულები და გაყარა ყველა უნივერსიტეტიდან, ინსტიტუტებიდან, სკოლებიდან და ასე შემდეგ. ეს არის აი დაავიწყეს ადამიანს და ბავშვს რა. როგორ უნდა იაკობ გოგებაშვილი. იაკობ შეთამოიღეს აღარ არის სკოლებში რაც. ხო, ნუ ახლა ვერ გაბედეს ყველგან და ისევ ბოლონდე ვერ ამოიღეს, მაგრამ მიაწვნენ მაგას, მაგრამ ღერთის მადლით არის განათლებაში და სპეცსამსახურებში ხალხი, რომელიც ამას ეუბნება არ შეიძლება. ეს რო გეყოლება სკოლებში რო პედაგოგები გეყოლება, ეს რო არის სულელი გორდელაძე რო არის, აქვია იმას ყაბალახიანი ქალი რო არის, არო თვალებს ოქაჩავს. გურული თვალებს სულელი, გიჟი, ესოსოლის ისტორიის მასწავლებელი ყოფილა თან კაცო. ისტორიის მასწავლებელი. ნუ ღმერთმა შეუნდოს თავისი საშინელი ამბები. ის როგორ შეიძლება ბავშვთან მიაკარო ის კაცო? ბავშვი მასთან სიახლოვეს არ უნდა გაარონინო. აი ეგე. და საერთოდ არავინ არის კონტაქტი, ასე ესე იგი ორიენტაცია შეცვლილი და ფსიქიკა შერყეული პედაგოგებთან არ უნდა ქონდეს. და ეს კიდევ არის აფხაზავა რომ არის, კიდევ აფხაზავა აღიარეს საუკეთესო პედაგოგად, კაცო ეს ქათამირო აფხაზავა კიდევ. აი ესენი რო გეყოლება სკოლაში ერთი მითხარით, რა კარგს ისწავლიან
ის ბავშვები, რომელი ბავშვები დღეს ზიან მეხსე და უსვენ ასეთ პედაგოგებს ეთია და რა ესე იგი რა 9 მაისზე იქნება საუბარი და რა გამარჯვების დღეზე იქნება საუბარი და რა საერთოდ იმაზე იქნება საუბარი საქართველოს კეთილდღეობაზე და სამწუხარო დრო ასეთი პედაგოგებიდან სამწუხარო და მე მომიწია სხვათა შორის აი როდესაც მრავალრიცხოვანი იყო ეგრეთ წოდებული ოპოზიციის გამოსვლა შუაგულ დედაქალაქში რომლებიც ესე იგი ცდილობდნენ სკოლის მოსწავლეები და თავიანთი მშობლებიც ჩაედვალათ ერთ-ერთ სკოლაში მომიწია რუსთავში ყოფნამ და დირექტორს შევხვდი ეს იყო მეოთხე საჯარო სკოლა ხო და წარმოიდგინეთ იქ დავსვი მე ესეთი საკითხი რომ მასწავლებლებისა და მოსწავლეებისა და დირექტორის პოზიცია გასაკვირად ჩემ და გასაკვირად აი ესეთი რამ მიპასუხა დირექტორო რომ ჩვენ სკოლის გარეთ ვინ რაც გააკეთებს არ ვიცით აი მე იმ წუთში წარმოვიდგინე უკვე ჩემი განვლილი წლები ჩემი დამრიგებელი ჩემი მასწავლებლები ჩემი დედა ჩემი მამა სახში მოდიოდა მაგითხავდა მასწავლებელი ურთიერთობა იყო დალაგებული რა აბა როგორი სამეცნიერო კუთხე როგორი აქვს სამეცნიერო აბა გაგვეცდები თუ გაკეთებული სახში მაგითხავდა იმიტომ იყო ზოგადი განათლება მაღალ დონეზე რა სახში მაგითხავდა ახლა რამოდენიმე დღეს უკვე საუბრე ჩემს იმას რა ქვია მასწავლებელს და ეთი 3 დღის უკვე საუბრე გვახოლე კონტაქტები და უთხარი ანჯელა მასწავლებელს მეთქი უთხარი გახსოვს მეთქი ბიჭო შენს იმას ადამიანის და შენს ვენახში რა შენს იმაში ადგილში ამდენი ძირი ვენახი ყრის მახსოვს ფაქტობრივ რომ გეიქცეოდი ვენახში და გავარტებოდი გაიგე და გარბოდიო ყველაფერი ადამიანის რა როგორ შეიძლება სახში გვაკითხავდა კაცო კი სახში და ურთიერთობა იყო მშობლებსა და მასწავლებლებს შორის მშობლებსა და დირექტორს შორის დამრიგებელსა და მოსწავლეებს შორის იყო სხვადასხვა კოლოკვიუმები, სხვადასხვა ჯგუფები იყო, სხვადასხვა სპორტის სახეობები და რა ვიცი, ყველაფერი განაშენიანებული იყო და ყველაფერი ხელშეწყობილი იყო და ეხლა სკოლის ინფრასტრუქტურებს ყიდიან რისი გulis ამე გაიყიდა თბილისში კორპუსები ააშენონ კორპუსები წარმოიდგინეთ კორპუსები ააშენონ და ვერ შეაჩერეს სამწუხარო ჯერჯერობით რა ესა ბატონო თემურ ნახეთ ახლა ჩვენ ისე 9 მაისს დაუბრუნდეთ სწორედ ის 9 მაისის სიძლიერეც ის 9 მაისის მახსოვრობას ჩვენში სწორედ ჩვენი სკოლებიდან ჩვენი პედაგოგებიდან მოდის რაც ეგრე არ არის საქმე ეს ყველაფერი ჩვენ სწორად გვაწვდით ამას ყველაფერს და სწორად გებულობთ ჩვენს და ამიტომ დღემდე ჩვენს ყველაფერი გვახსოვს და ამიტომ არის რომ ჩვენ დღემდე ამას ყველაფერს პატივცემთ და მუხმოდრეგელი მივდივართ იმ ჩვენი გმირების სასაფლაოზე და ჩვენი ცოცხლები ვის დარჩენ კიდევ ვეფერებით მაგრამ უნდა მოვეფეროთ კაი იყო ასეთი ფაქტი იყო ეხლა კარგი არის რომ ვაგის პარკში ეს ღონისძიება ჩატარდეს აუცილებელი არის იმიტომ რომ ვაგის პარკი იყო განკუთვნილი იმისთვის რომ ის უცნობი ჯარისკაცი ეს ყველა საზოგადოებრივ ქვეყნებში ყველა იმაში მოხდა რესპუბლიკებში ესეთი უცნობი ჯარისკაცების საფლავის გაკეთება თითქმის ყველა იმაში მოხდა მათ შორის საქართველოსთან წილად ხო და აგერ თქმა უნდა ყველა იქ იკრიბებოდნენ ხო და იქ ეს სამამულო მონაწილეები ეს რომლებაც გამარჯვება მოიპოვეს იქ ხდებოდნენ ერთმანეთთან თანამებრძოლები იხსენებდნენ ამას ყველაფერს და ამით ხდებოდა უკვე ადამიანური ურთიერთობების გამყარება და გამჭიდროება და შესაბამისად ამას ჩვენ ახალგაზრდები რო ხედავდით ჩვენში დადებით საბეჭდილებას ღებულობდით ეს ყველაფერს და ეხლა იმ იდეოლოგია მოსპო მე ეს ყველაფერი რა ლიბერალურმა სოროსულმა იდეოლოგიამ ხო მე მახსოვს ეს 2017 იყო ჩვენ ორგანიზებული მე სულ დავიარები იმიტომ რომ მე ბაბუაჩემის საფლავზე მივდივარ ბაბუაჩემი არ ამყავს და მივდივარ ბაბუაჩემის საფლავზე ბაბუაჩემის საფლავია და მივდივარ და ყვავილებით შევამყოფა და მივდიოდი ერთ-ერთ და ჩემი მეუღლე 9 მაისს და ჩავდიოდი კიბერზე ჩავედი და აქეთ დაჯგუფება რადგან რაღაცა და ეს გათახსირებული ეს არაკაცი გაიგე ქართულად რომ მოაქვს თავი ქართულ ბაშკაცად ეს ალეკ ველისაშვილი გაიგე ეს უსინჯისო ადამიანი აი ცხვირი უნდა მოამტრიო მაგას გაიგე ცხვირი უნდა მოამტრიო მაგას აი ეს არის თრიალეთის კოდალა რეზო ამაშუკიდან თქვენი კი არ უწოდა მაგას თრიალეთის კოდალა ხო და გას ეს გაიგე ამ პატარა ახალგაზრდა ადამიანთან და აი მოღალატე ვიზახი ჩვენ გაიგე მოღალატე და რუსი და ხო ეს ელისაშვილმა ელისაშვილმა უნამუსო მიგ დამხა გაიგე და
პოლიცია იცავდა იმასთან, მე არ გამიშვეს იმის საცინოთ, უნდა მომენგრია წვიმპირი. უნდა მომენგრია, მაინც მოგანგრევს, რა შეხვდები. ერთი ჯერ რაიმით გაცვია, ბიჭო, შენ სამხედრო ფორმა რო გაცვია, ვინ ახარ? სად ჯარში ხარ ნამყოფი და რომელი სამხედრო პირი ეგ არის? შენ იცი რა არის სამხედრო მუნდირი, ჯერ იმის მნიშვნელობა აიცოდე, რო ჩაეცო სამხედრო მუნდირი. იმის არ იყოს ეს, რომ კაცარაო არის, ეგ არ შემდგარი მსახიობი. იმა ვინაც კი ჩაეცვა სამხედრო მუნდირები ყველა გენერლობა უნდა, კაი გრაშია საქმე. ხო, აი ესე ყარტაყურდა ისეთი, ქუჩაში მოკრებილი ისინი ვარ, ყველას, კაიგე? და მე ვერ წარმომიდგენია პოლიციიდან გადაყვანილი კადრი, რომელიც სამხედრო გენერალებს ება ეს ვერ წარმომიდგენია. სამხედრო იცი რა არის? შენ იცი, სამხედრო არის ის ადამიანი, რომელმ ადამიანს გაიარა თავიდან ბოლომდე თეორიულად, პრაქტიკულად და შინაგანად აქვს თავისუფლებული სამხედრო ცხოვრება. ეს არის სამხედრო ცხოვრება. არა თუ თქვენ საერთოდ მოდურ იმას რო აყვებით და შეიცვალ სამხედრო მუნდირებს და მე ხან იმაში ჩადიხარ უკრაინაში 3 დღით და 3000 ჯარისკაცი მოყალი რუსისო. 3000 ჯარისკაცი მოუვლია 3 დღეში რუსის. კაიგე, ელისაშვილს. ეს ოფიციალურად გააკეთეს განცხადება რაღაცა. აი პარლამენტ ასეთი პარლამენტარი რო გეყოლება პარლამენტში კიდევ კარგად არის ჩვენი ყუილებით. კიდევ კარგად არის ჩვენი ქვეყნის საკითხი. და ახლა მე რატო მოვიტანე ეს მე? და რატო ვამბობ ამას? და მე მინდა რომ კამე ელისაშვილს მოისმინოს და მაგის ნარამენა პროვოკატორებმაც. ახლა თუ ვაკის პარკში ხუნიძიებები ჩატარდა, ხო? კიდევ აპირებენ ეს ლიბერასტები იქ მოსვლას, გაიგე? მოვიდნენ. ხო, აპირებენ. ახლა მომისმინეთ თქვენ ლიბერასტებო. თქვენ დიდიან პატარაიანა, სულ ყველა მიცოდეთ. სულ ყველა მიცოდეთ, მე იქ ვიქნები. მე იქ ვიქნები და ჩვენ იქ ვიქნებით. რა თქმა უნდა. აი ბატონი თემურიძე რა ვიცი, ყველა ეს ადამიანები. ძალიან ბევრი. აღარ მოვერიდებით არაფერს, გაიგე? ვეღარც პოლიცია შეგვაჩერებს. ვეღარც სუსი შეგვაჩერებს და ვერაფერი ვერ შეგვაჩერებს და გამტრებთ ძლებში. და ისე დაგამტრებთ ძლებში, საერთოდ 9 მაისი სამუდამოდ გეკდება და ტვინში ჩალექილი. იმისათვის რომ გაგახსენდებათ ეს დღე ყოველდღე არ გახსოვთ. ამით გაგახსენდებათ ეს დღე იცოდეთ. არ გაბედოთ იცოდეთ. იქ მოსვლა და რამე მამაძაღლობის და მაიმუნობის და რაც თქვენ ჩვევიათ იმის ორგანიზება თუ არა გადაგაყოლებთ თან იცოდეთ და ასე იქნება. ბატონო ტრისტან, მე ზუსტად ელისაშვილზე მეც მინდა დავამბო, ერთ-ერთი 9 მაისს, როდესაც მე და ჩემი მეგობრები ევრაზიის ინსტიტუტი, გულბარ ცხილაძე, აი, მაგ წელიწადს იყო ზუსტად მე სწორად. ზუსტად მაშინ იყო აი ელისაშვილი ჩვენ ესე იგი ნაკადი რომელიც მოდიოდა გადაუდგნენ და იყო ერთი ამბავი. ზუსტად მაგ წელიწადს. მე იარაღი დავაძრო მე. ზუსტად მაგ წელიწადს. ორჯერ გააკეთა ამ ნაძირანა ეს პროვოკაცია, ორჯერ გაიგე. ნამდვილად, კეთახმებით რომ ეგ არის პროვოკაცია. ამის გარდა კიდევ ერთხელ ის იყო კიდევ ის გაურკვეველი წარმოშობის ადამიანი ვარ, რაგვარი არის ის თევდორაძია თუ რაგვარი არის ის თუ ვინც უნდა ის იყოს, მაგან პროვოკაცია კი არა, იმნაირი სისულელე ჩაიდინა. ბიჭები დაიჭირა ბიჭები. არა, პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატს რო დაარტყა. ესენი კიდევ მობიერად იქცევია. არ ვიცი. ესენი მობიერად იქცევია. ეს სისტემაში დამშაულია. რა თქმა უნდა, აბა რა არის? მე არ ვიცი ახლა. რატო პატიორი? ვერ გეტყვი. რაშია საქმე? მე არ ვიცი, აი. მაშინ ესე იგი ამასთან შეთანხმებით გააკეთე? არა, ვერ გეტყვით, მე არ ვიცი, არა. მაგას მე რო ეს გამეკეთებია. მაგას ვერ. ხო, მე რო ეს გამეკეთებია, ციხეში ვიქნებოდი ეს კაცო. კი, მე და თქვენ დაგვიჭირეთ. ხო. ამას არ ვარიჭერენ. იმიტომ რომ ქუდი აქვს ინგლისში, ან ამერიკაში, ან ბრიუსელში და ვერ კიდევენ. კი ბატონო, აი და აქედან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მთავრობა, ხალხი არის დიდი წნეხის ქვეშ. ეხლა ჩვენ წნეხებს ენას აღარ უნდა მოვერდოთ, ბატონო. ნამდვილად. წნეხობია დამთავრდა უკვე. ხმალი ამოღებული არის. ბატონო ბიძინა, ხმალი ამოღებული არის. ხმალის უკან ქარქაში ჩაგება, ჩათვალეთ რომ ეს არის თვით ლიკვიდაცია უკვე, გაიგე? ხმალი ამოიღეთ მებრძოლები თქვენ გვერდით არის და გადავიდეთ შეტევაზე ბოლომდე. არ დავზოგოთ ესენი. ესენი დღეს ეხლა უკვე ჩვენ რაღაც დავიწყეთ უკვე და დაიწყო ბიძინა ვანიშვილი და ქართულმოცემამ ხალხთან ერთად სამართლიანობის აღდგენა, ხო? ბოლომდე უნდა მიიყვანოს ეს კაცო. ეხლა მე აუცილებლად უნდა ვთქვა, იმიტომ რომ წინასწარ დაგეგმილი სამუშაოები მქონდა შესასრულებელი და ოფიციალური წერილით მე მიმართე საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, რადგანაც მაინტერესებდა რამდენი კაცი იყო ცოცხალი დარჩენილი და თავის მისამართი წარმოიდგინეთ რა პასუხი მომივიდა. მსგავსი ინფორმაცია მათ არ გააჩნიათ. მათ მხოლოდ და მხოლოდ გააჩნიათ რაოდენობა. ეს ერთი. მერე მივწერე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს. და იქედან ისეთი რამე მომივიდა, აი აქ მაქვს მე პასუხები ერთის და მეორეს.
გონია რომ გრიფით საიდუმლოადებს ამას. შეიძლება ახლა იქ რა არის ისი თვითონ ამიტომ ხელმძღვანელობას უნდა შეხვდე. აუცილებლად მე ჩემ მეგობრების მეშვეობით ვიღაც არაკომპეტენტურმა დაწერა წერილი, გაიგე? არა და იურიდიულ გასაგებია, მაგრამ ახლა აუცილებლად მე ჩემი მეგობრების დახმარებით შევხვდები ხელმძღვანელობას. მიბრძანდით იქ და ჩაეწერებით. იმიტომ კი, გიგეთყვით ახლა. მიბრძანდებით იქ ჩაეწერებით ოფიციალურად მიღების დღეები აქვს, ახლა მიღების დღეები ყოველდღე. მე ვკითხე, მაგრამ არა აქვს პერსონალურად მიღების დღეები. არა, როგორ არა, კაცო მიგიღებთ, ის არ არის ეს ადამიანი ვარ მიგიღოთ. ძალიან კარგი, ძალიან კარგი, ძალიან კარგი. თვითონ ჩააყენეთ ის საქმის ხოლმე. აუცილებლად, იმიტომ რომ ფაქტიურად გამოვიდა რომ იმ ორგანიზაციამ, ჩემ ორგანიზაციას თანამშრომლობას უარი უთხრა. არა, ეხლა ეს ყოველ შემთხვევაში დღეზე უდეს. ბატონო თემო, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური ყველა ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, აბსოლუტურად. მე როგორც ხედავ, ყველა ორგანიზაციასთან თანამშრომლობს, იმიტომ რომ ეს არის აუცილებელიც და ის იმას არ არღვევს, რა ქვია. ამ პროტოკოლს მე ბოლომდე მინდა გავარკვიო ესაგენ ნამდვილად. არა, ვერთვა ხელი მოუმართო. ხო, ამიტომ ჯობია პირადად შეხვდეთ მის რა თქმა უნდა და დარწმუნებული ვარ მე მალე იქნება ეს. კარგით, ბატონო თემო. ალბათ 9 მაისის მერე, იმიტომ რომ ეხლა გარჩევის და რაღაცების დრო არ არის და არც ვაპირებ კიდევ. შეიძლება კიდევ რაღაცა ის თანამშრომლობთ თქვენ გარკვეულ საკითხებში. ძალიან კარგი, იმიტომ რომ ეხლა შორიდან გადამკვდარი მეგობრები არა ვართ, მაგრამ შორიდან ვიცნობთ კარგად ერთმანეთს. მე გეუბნებით რომ ყველასთან თანამშრომლობთ. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. ვინც კი ქართულად ფიქრობს და აზროვნებს, გაიგეთ, ეხლა ეშმაკეთთან ჯანდაბასთან ჩვენ არ ჩვენ თანამშრომლობთ. რა თქმა უნდა. ჩვენი დრო მოიწურა ბატონო თემო. მოკლედ ესე იგი აი ძალიან ისე შემოგეხარჯა ეს დრო 1 საათი რომ რა თქმა უნდა ეს ისეთი გადაცემა არის ძალიან მნიშვნელოვანი და სხვა საკითხები გინდა გადავიხილავ არ ვერ ვასწრებ სხვა დროს შემდგომ გადაცემაში მოგიწევთ და იქ გამიხილავთ და ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი და ჯიბასო დელემაყურებლებო ჩვენ ყოველთვის საინტერესო სტუმრები ვიყავთ როგორც აგე ბატონო თემური ისე სხვა დანარჩენი კიდო რესპონდენტები და მეგობრები და რა ვიცი ყველას ვეპატიჟებით ვისაც კი გულიტკივი ამ ქვეყანაზე რომ მოვიდნენ თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ აქ და აქედან უთხრათ საზოგადოებას სიმართლე და აქედან დაუჭიროთ ხაი საზოგადოებას. მადლობთ. დიდი მადლობა თქვენ. კარგად ვანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. კარგად ვანდებოდეთ.